გამარჯობათ გოგოებო და ბიჭებო, მოგესალმებით ყველას, მივესალმები სტუმრებს. თემას რაც შეეხება, გვექნება სამკუთხედზე ლაპარაკი, ესეც მაყურებლის მოთხოვნით, ამჯერად გავაკეთებ ერთ ვარიანტს და ვნახოთ სიტუაციის მიხედვით კითხვებს რას დავსვათ, მაგრამ აუცილებლად იქნება წინა ისტორია, როგორც ყოველთვის, მხოლოდ ორაკულის პროგნოზის დროს არ ვაკეთებ ხოლმე ამ სიგნიფიკაციას, ანუ წინა ისტორიას არ ვკითხულობ, იქ თქვენი ინტუიციას უნდა ენდოთ და აქ ვნახოთ რას გვაჩვენებენ, რა ისტორიაში ხართ და ზოგადად აი სამკუთხედიო იყო მოთხოვნა და ვნახოთ, იქნება იმ ადამიანზე რეზონირდეს თუ არა, სხვას მაინც გამოადგება, შემთხვევით არასდროს არაფერი არ ხდება. ვნახოთ ახლა სამკუთხედის ძირითადი დამნაშავე. აი ეს ზედაკუთხე რო წარმოიდგინოთ, უკვე გასაგებია, ადამიანი რომელიც ძალიან შიშობს, დეპრესიაშია, უძილობა, სტრესები და ასე შემდეგ. ეს შეიძლება თქვენ იყოთ, შეიძლება იყოს თქვენი მოწინააღმდეგე და შეიძლება იყოს ის სამკუთხედის მთავარი გმირი. მე ამ იმით იმას ვქენი, რომ სამკუთხედის მთავარი გმირი თქო და რომელი აღმოჩნდებით ეს თქვენ სიტუაციაში, თქვენსაც მოარგეთ, ვნახოთ კიდე ცოტა, აი ზუსტად სამკუთხედში იმყოფება, არის სტრესები, არის ჩხუბი, როგორც ჩანს ეს სამკუთხედი გაცხადებული ფაქტია, ყოველ შემთხვევაში ამაზე არის სერიოზული პრობლემები ამის გამო, მის ცხოვრებაში, ან შეიძლება ეშინია, რომ არ გაუგონ, მაგრამ უფრო აქ ვიტყვი, რომ ფაქტი ყველასთვის ცნობილია, მაგრამ მაინც ვნახოთ. ეხლა, ეს მთავარი გმირი, რატომ გაჩვენებთ ესე კარტებს, პირველი რაც წავიკითხე არის მთავარი გმირის შესახებ, ერთი კუთხე კიდე და მეორე კუთხე, ზუსტად სამკუთხედს გავაკეთებ და ამოიცნობთ თქვენს თავს და მე გაშლიდან გამომდინარე გავაგრძელოთ ისტორია, რა ბედი ეწევა ამ სამკუთხედზე, ზოგადად რა ხდება. ეს არის ადამიანი, რომელსაც ყავს ორი პარტნიორი. დაიმახსოვრეთ, შეიძლება თქვენ თვითონ ხართ. მაგრამ განსხვავებით ვინ არის. ერთი მხარე, მეორე მხარე, ოჰოჰოჰოჰოჰო. მოკლედ დიდი ის არის, გაწევ-გამოწევა, ანუ სამკუთხედი. ხედავთ, ერთი მხარე არის ძალიან სერიოზულ სტრესებში, აქაც ჩხუბი, კონფლიქტი, ძალიან დიდი ნერვიულობა, შიში იმის, რომ ყველაფერი დამთავრდა, ან გადაწყვეტილება იმის, რომ უნდა დავამთავროთ ეს ყველაფერი, არ შეიძლება ასე გაგრძელება და როგორც ხედავთ, ორი მხარე არის ძალიან მთავარი გმირი და ერთი ძალიან დაძაბულ ურთიერთობაში, ჩხუბი, კონფლიქტი და ასევე არის მესამე მხარე და ვფიქრობ, ჩემო კარგებო, აქ არის კანონიერ მეუღლეზე ლაპარაკი, ანუ არ არის ერთი ადამიანი, უბრალოდ ორი პარტნიორით, აქ არის ერთ-ერთი კანონიერი მეუღლე. არ ვიცი, ქალბატონს ყავს მეუღლის გარდა კიდევ საყვარელი ადამიანი თუ კაცს ყავს კიდევ მეუღლე და კიდევ ეს საყვარელი ქალბატონი, მაგრამ ფაქტია, რომ ერთ-ერთი არის აუცილებლად კანონიერი მეუღლე, რომელიც თავს რატომღაც ძალიან სტაბილურად, გარანტირებულად, კარგად გრძნობს ამ ქორწინებაში და როგორც გვაჩვენა ახლა ისტორია, მეუღლისთვის არ არის ცნობილი ამ სამკუთხედის შესახებ, მაგრამ აი მეორე პარტნიორი, მოწინააღმდეგე, როგორც ჩანს, იმუქრება, რომ მეუღლეს გააგებინებს ყველაფერს. პაზლი ეწყობა, აქ ილუზია და ღალატი თავისთავად თუ არა, როგორ შეიძლება არ ამოსულიყო ასეთ სიტუაციაში. ისტორია სამყაროსავით ძველია და გაცვეთილი. მთავარი გმირი ატყუებს მეორეს. პირდება, რომ გაშორდება, ან შეიძლება ესეთი ტექსტი იგივე რა, როგორც იტყვიან ხოლმე, მეუღლესთან არ წევს, მეუღლე ან ავათარი და ვერ დათმობს, ან ამის გამო ვერთმობს, ან იმის გამო ვერთმობს და ესეთი ბანალური სიცრუე და ტყუილი დაპირებებით სავსე საყვარლის მიმართ და როდესაც ადამიანმა დაასკვნა, რომ მომავალი არ აქვს ამ ურთიერთობას და ატყუებენ, უკვე გადაწყვიტა არ ვიცი, შანტაჟის გზას მიმართოს თუ რეალურად აპირებს ამის გაკეთებას, მეუღლისთვის ამ ფაქტის ცნობა, რომ აცნობებს მეუღლეს ამ ყველაფრის შესახებ. ძალიან ბანალური ისტორია ამოგვივიდა, არაფერი ისეთი. ყოფილა ჩემო კარგებო, მართლაც პირად კონსულტაციის დროსაც კი წამიკითხია ის, რომ
მე არ ვარ მომხრე ოჯახის დანგრევის, რა თქმა უნდა. ყველაზე ხშირად მით უმეტეს ბავშვები თუა ქორწინებაში ზიანდებიან ბავშვები. ყველასთვის არის ტრაგედია, მაგრამ არის მინახია სიტუაცია, როდესაც იმ ქორწინებამ თავისი დრო მოჭამა, თავისი მისია იმ ადამიანმა შეასრულა მეორე ადამიანის ცხოვრებაში ან ერთმანეთის ცხოვრებაში და დამთავრდა ეს ისტორია და რეალურად ის მესამე ზედმეტს ბჭყალებში როგორც ეძახიან, ზედმეტი არასდროს არავინ არ არის. რეალურად ის ადამიანია, ვისთანაც უნდა ყოფილიყო ესა თუ ის პიროვნება და აი აქ არის ძალიან ბანალური ისტორია და საგონებელში ჩავარდი ხარ რა კითხვებით გაგარკვიოთ ამ სიტუაციაში. რა კი მთავარი გმირია? მოდი ჯერ ესე ვიკითხოთ. რას გრძნობს, რას ფიქრობს? ეს არის საყვარელი, უეჭველი საყვარლის მიმართ რას ფიქრობს? ფიქრობს, რომ ეს არის ადამიანი, რომელიც უნდა ყოფილიყო მისი მეუღლე, მისი ოჯახის დიასახლისი თუ მამასახლისი, აი ნახეთ წვილში როგორ ამოდის, აქ კი არის რეალურად კანონიერი ქორწინების მაჩვენებელი, მაგრამ უნდა რომ ეს იყოს საყვარელი, ემოცია დიდი აქვს, სიყვარული დიდი აქვს, ფიქრობს ესე, რომ ძალიან კარგი პარტნიორია და ბედნიერია, მასთან აქ უკვე სიყვარულზე რომ არ ვიკითხოთ ცხადია, მაგრამ ვიკითხოთ გრძნობებზე. სასწაულად აღელვებს, არაფრით მისი დათმობა არ უნდა, დიდი სიყვარული აქვს, დიდი ემოცია აქვს, ჩემია, ჩემი საკუთარია. შიში არის, ფაქტია, ან დაკარგვის შიშია, მაგრამ უფრო ვფიქრობ, რომ აი საყვარელი ძალიან რადიკალურად არის განწყობილი. ან ეუბნება, რომ ოჯახს გავაგებინებ ყველაფერს, ან ეუბნება, რომ დავასრულებ ამ ყველაფერს. ნახოთ მეუღლის მხარეს რა ხდება. რას ფიქრობს მეუღლეზე? მეუღლეზე აი როგორ გითხრათ, ფიქრობს არა, უფრო ოცნებობს, უფრო ნატრობს, რომ ეს ყველაფერი მეუღლესთან დამშვიდდება, დასტაბილურდება, ძალიან უცნაური ამასთან ბედნიერია, მაგრამ ამის დათმობაც არ უნდა. რომ ყველაფერი დალაგდება, დასტაბილურდება, რომ ამას შეინარჩუნებს, ფაქტია, აი ტიპიური სამკუთხედი, როცა არც ერთის დათმობას არ აპირებს, ჩვენი მთავარი გმირი და 99% რა თქმა უნდა, მთავარი გმირი გვეყოლება ახლა ამ შემთხვევაში მამაკაცი. არაფრით არ უნდა აქეთაც დათმობა. ფიქრობს, რომ კიდე ყველაფერი წინ არის, გეგმები აქვს, როგორ შეინარჩუნოს ოჯახი, როგორ შეინარჩუნოს სტაბილურობა ოჯახში. ნახოთ გრძნობა თუ აქვს მის მიმართ. ჩემო კარგებო, აქ ცოტა ისეთი მომენტია, სერიოზული ტოლვა, მოწოდება, მაგრამ სამყარო გვეუბნება, რომ აი ამ გრძნობას რაღაცა ჩარჩოები აქვს, თითქოს ეს ვნება რაც იყო, დამთავრდა. ლომი ზოდიაქოსთვის არის ძალა მაჩვენებელი და ხან წამოწდება ხოლმე ლომი. ძალა ვნებაზე მიუთითებს, ძალიან სერიოზულ ვნებაზე, ტოლვაზე, აქ ემოციაც არის, რა თქმა უნდა, ლომებს შეუძლიათ მართლა ეს ტყუილად არ წამოწდნენ, შეიძლება ვიღაცისთვის რეზონირდეს, რომ ლომია ჩვენი მთავარი გმირი, მაგრამ საერთოდ ის არის, რომ ლომები ერთგულებით გამოირჩევიან და იშვიათია აი ესეთი სამკუთხედი ლომების ცხოვრებაში. უფრო ეჭვიანობის მომენტი აქვს. ესე იგი, არც ერთის დათმობა არ უნდა, ვიტყვი, რომ აი ფიქრები უფრო მეუღლის მიმართ უფრო მესაკუთრული ისა აქვს დამოკიდებულება. კი, აქ სიყვარულზეა ლაპარაკი და იმ სიყვარულის არ დათმობაზე, მაგრამ აქაც არ აპირებს დათმობას, ჩემო კარგებო და არის დილემაში ჩავარდნილი, რა ქნას. რა გააკეთოს, არც ერთის დათმობას არ აპირებს ჯერჯერობით, ვისაც გაინტერესებდათ ეს სამკუთხედი და მნიშვნელოვანია თქვენთვის და გეცნოთ სიტუაცია, ყურადღებით მოისმინეთ, რა კი თუ კი ელოდებით იმას, რომ ეს ადამიანი მალე გადაწყვეტილებას მიიღებს, ჯერჯერობით არ აპირებს, მაგრამ არის კარმული ისტორია, თუ თვითონ არ გადაწყვეტავს, სამყარო აიძულებს გადაწყვიტოს ეს თემა, უფრო სწორად მის მაგიერ მიიღებს გადაწყვეტილებას და აი ამ სამკუთხედს დაშლის, როგორ რანაირად შევეცდები გავიგო. ნახოთ უახლოესი პროგნოზი, მაგალითად, აი უახლოეს პერიოდში როგორ იქნება ურთიერთობა საყვარლის მიმართ, მეუღლის მიმართ. ანუ ჯერ ვნახოთ ამისი ფიქრები, ზოგადად რას ფიქრობს აი ამ სამკუთხედზე, მთავარი გმირი.
ფიქრობთ, რომ გამარჯვებული გამოვა ამ სიტუაციაში, არც ერთის დათმობას არ აპირებს, ფიქრობს, რომ მოახერხებს მართვას ამ სიტუაციის, თავის მიზანს ნებისმიერ შემთხვევაში მიაღწევს და გაიმარჯვებს, ეხლა კი ნერვიულობს, განიცდის, მაგრამ არც ერთის დათმობას არ აპირებს და უბრალოდ გამკლავებას აპირებს ამ ყველაფრის და არ აპირებს არც ერთის დათმობას, როგორც თქვი, და ფიქრობს იმას, რომ მართალია და შეძლებს ყველაფერთან გამკლავებას, აი ამ დაძაბულობის გამკლავებას, აი ამ შიშების, ნერვიულობის მასთან გამკლავებას მოახერხებს და გამარჯვებული გამოვა ამ სიტუაციაში. ვნახოთ პროგნოზი. უახლოესი პერიოდი საყვარელთან ერთად როგორ განვითარდება ამ მთავარი გმირის. აქ იქნება პაუზებიც იქნება, კამათიც იქნება, დაძაბული სიტუაცია იქნება, ჩემოკარგება, შერიგება, რაღაცა ესეთი მომენტები იქნება, სიყვარულის მტკიცებები იქნება, აქ უფრო მეტი სულიერება აკავშირებს, როგორც ჩანს საყვარელთან, უფრო სულიერი კავშირი, არა მარტო ხორციელი და ფიზიკური. იმიტომ არის, როგორც ჩანს, რომ ძალიან ისინი ამ ადამიანის დაკარგვის და მაინც საკუთარი სიმართლის მტკიცება, პატარა კონფლიქტური სიტუაციები იქნება ჯერჯერობით საყვარელთან, ვნახოთ მეუღლესთან რა იქნება უახლოეს მომავალში. მეუღლესთან შესაძლებელია რაღაცა ძალიან მოულოდნელი ცვლილებები, კოშკით ინგრევა რაღაც. კოშკი ყოველთვის არ ნიშნავს ყველაფრის დასრულებას, ჩემოკარგება, სამყარო უფრო გვაჩვენებს დასასრულს, ვიდრე კოშკი, რადგან იმ ნანგრევებზე შეიძლება რაღაცა ახალი აშენდეს, საერთოდ მოულოდნელ ცვლილებებზეც, მაგრამ მონატრება, რატომღაც მონატრების კარტი ამოდის, წარსულის ნოსტალგიის ადვილი შესაძლებელია, რომ მეუღლესთან დაეძაბოს სიტუაცია და შეიძლება გასკდეს კიდევაც ეს ამბავი, რადგან თვლი რაკი თვითონ არ აკეთებს არჩევანს, სამყარო აიძულებს, რომ აირჩიოს. შესაძლებელია ამ ადამიანმა, ანუ საყვარელმა არ მიუტანოს ამბავი, არ გააგებინოს, მაგრამ კეთილის მსურველები იცით, რომ ძალიან ბევრი არიან ხოლმე, ჭყალებში კეთილის მსურველები, ვიღაცა მიუტანოს ამბავი, ჩაერიოს ურთიერთობაში, შეიძლება სულ სხვა რაღაცა მიზეზით იყოს, მაგრამ დიდი ალბათობით აქ ეძაბება, მაგრამ აი საბოლოო იმას ვერ ვგრძნობ და ვერ ვხედავ. აქ მე მარტო ტაროს არ ვკითხულობ, ჩემოკარგებო, ვიმეორებ, მე ვარ ემპათი ექსტრასენსი, მე ფიზიკურად გრძნობ ადამიანებს ემოციებს, სიტუაციებს, პასუხები ვიცი უბრალოდ და საიდან ვიცი ამას ვერ აგიხსნით, მაგრამ ვიცი და აი სურათების სახითაც, შეგრძნებების სახითაც ვხედავ ამ ყველაფერს. კარტი მეხმარება მეტი დეტალიზაციისთვის. და აი აქ ჩემოკარგებო არის იმის შეგრძნება, რომ არ დასრულდება ეს ყველაფერი ჯერჯერობით მეუღლესთან ეძაბება სიტუაცია, მაგრამ რის გამო, ნახოთ აბა რის გამო რა ხდება მეუღლესთან. აქ ჩემოკარგებო, წყვილში თუ არ არის ბავშვი, მოულოდნელი ფეხმძიმობა, აქ უფრო ფეხმძიმობას, აი ეს კონკრეტული ბავშვზე თემა იქნება, თუ კი რამოდენიმე ადამიანს მოერგოს სიტუაცია, აი ეს კონკრეტული საკითხი ხარ, რაც წავიკითხე მეუღლესთან ეს სიტუაციის დაძაბულობა და რაღაცა მოულოდნელი ცვლილებები იქნება ფეხმძიმობა და ბავშვი. პირველ რიგში უკავშირდება ფეხმძიმობას, თუ წყვილში ბავშვი არ არის და შეიძლება რამოდენიმე წელი არც იყო, მაგრამ დაფეხმძიმდება ადამიანი. და ძალიან ცოტა პროცენტი რაღაცა ბავშვთან მიმართებაში პრობლემები, რომ თუ კი გაირკვა, რომ ყავს საყვარელი და ამან გაიგო, მეუღლე მან იცის უკვე და ყავთ შვილები, შანტაჟი იმის სახით, რომ ბავშვებს არ გაჩვენებ, ბავშვს არ გაჩვენებ, აქ ძალიან იძაბება მეუღლესთან სიტუაცია. ასე რომ ჩემოკარგებო, მე გავაკეთე ხა უახლოესი პროგნოზი ამ სამკუთხედის, ისტორიასაც მოერგო, გაითვალისწინეთ და წავიკითხავ რჩევას თქვენთვის, ვინც ერთ-ერთი მხარეა ამ სამკუთხედის, ვინც მიყურებს, მათთვის რჩევა, როგორ მოიქცეს
ამ სიტუაციაში. Რა თქმა უნდა, ჩემო კარგებო, ეს არის საჯარო გაშლა, ეს არის ტარო პროგნოზი და ყველა შეიძლება 100%-ით არ მოეგოს ეს რჩევა და ორაკულსაც ვკითხავ, თქვენ სიტუაციაზე რჩევას ერთ კარტს ამოვიღებ. მაგრამ ნახოთ რას გვეტყვის გაითვალისწინეთ ეს ყველაფერი ვინც უყურებს არა აქვს მნიშვნელობა რომ სამკუთხედის რომელ მხარეს დგას წავიკითხე მთავარი გმირი საყვარელი და მეუღლე იმიტომ რომ ესე მაჩვენეს კარტმა რომ არის კანონიერ მეუღლეზე ლაპარაკი ერთ-ერთი კუთხე რჩევა თქვენთვის როგორ მოიქცეთ ამ სიტუაციაში ჩემო კარგებო, როგორც ჩანს, აქ ბევრი კარტი ამოვიღე, იმიტომ რომ ისტორიას მაჩვენებენ და მივყვები ისტორიას. როგორც ჩანს, თქვენ ამ კარმული ისტორია გაკვეთილები უნდა მიიღოთ ამ სიტუაციიდან, რომელ მხარესაც არ უნდა იყოს სამკუთხედის. გამოიტანეთ საჭირო დასკვნები. სამკუთხედში ყოფნა ენერგეტიკულად არის ძალიან ცუდი. გაზიანებთ ფიზიკურად, შეიძლება ვიღაცამ თქვას რომ მუსულმანებს ბევრი ცოლი ყავთ, მაგრამ იქ სხვა სიტუაციაა კიდე, ეს ცალკე თემაა განხილვის, მაგრამ საერთოდ ზოგადად ენერგეტიკის დონეზე არის ძალიან ნეგატიური მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში, როდესაც სამკუთხედშია და აქ ხვდები რომ მიყურებენ ძირითადად საყვარლები და მათთვის არის გაშლა, მაინც არა აქვს მნიშვნელობა, ვინც არ უნდა იყოთ, ვინც არ უნდა მიყურებდეს, მაჩვენებს კარტი, რომ აუცილებლად უნდა დაიშალოს ეს სამკუთხედი, ეს არის თქვენთვის გაკვეთილი, გამოცდილება, რომ ყველაფერი წინ გაქვთ რა, საკშიც არ უნდა იყოს და შეიძლება გაუშვათ შანსი იმის, რომ დაკარგოთ ის ადამიანი, ან გამოტოვოთ თქვენი ცხოვრებიდან ის ადამიანი რეალურად, ვინც ბედნიერებას მოგიტანთ. რა თქმა უნდა, ძალიან ინდივიდუალურია ეს ყველაფერი. თუ დახმარება გჭირდებათ იმ რჩევების სახით და იმის უნდა მიმართოთ პირად კონსულტაციას, რადგან აი მასისთვის ვერ წავიკითხავ მეტ დეტალებს, იმიტომ რომ არ მიყურებს ყველა ადეკვატური ადამიანი, ყველა ერთნაირად ვერ იგებს ინფორმაციას, ვერ იღებს ინფორმაციას. მქონდა შემთხვევა რომ ადამიანი პირადი კონსულტაციის დროს გავაფრთხილე, კატეგორიულად გავაფრთხილე, კარტი წინააღმდეგი იყო, ან მის ენერგიების სამყარო წინააღმდეგი იყო, იმის რამე ინფორმაცია მოეცა, გარდა იმისა, რომ საფრთხეში იყო იმ ადამიანის გვერდზე, ვისთანაც იყო, მისი მიცვალებული ბებიაც კი შეგვეხმიანა, ესეთებიც ხდება, შეიძლება ცალკე ვიდეო უბრალოდ ჩავწერო და ესეთი ისტორიები მოგიყვეთ, რამდენად დაგაინტერესებთ და გამლანძღა იმის გამო, რომ ვაფრთხილებდი არა და არანაირად სხვა ინფორმაციას არ მაწვდიდნენ. და არავითარ შემთხვევაში ვაკეთ მეჭყობა და მე წამოსწა ლაპარაკის დროს, რომ რა თქმა უნდა ხა სახელს გვაშარ დავასახელებ და ან სად არის და ან როგორ არის, მაგრამ ერთხელო დანა მომიღო. და კიდე მიმტკიცებს, რომ არაო, საფრთხეში არ ვარო. იმედია ცოცხალია, იმედია ჯანმრთელად არის, იმედია რაიმე ზიანი არ მიადგა მის ჯანმრთელობას, იმედია ვწდებოდი, მაგრამ როგორც წესი არ ვწდები ხოლმე და ასე რომ ჩემო კარგებო, როცა გაფრთხილებას ვიძლევი, ამას მიაქციოთ ხოლმე ყურადღება და აი აქ თვითონ იმისთვის ვინც მიყურებს ძალიან მნიშვნელოვანია გაერკვეს თავის ისტორიაში, გამოვიდეს ამ სამკუთხედიდან, რადგან აქვს შანსი იყოს მართლაც ბედნიერი, ვისთან, როგორ ეს უკვე პირადი კონსულტაციის თემა თავისთავად, ან სხვა რაღაც თემატურ გაშლებს უნდა უყუროთ თქვენ სიტუაციის, მაგრამ აი აქ ფაქტია, რომ უნდა აუცილებლად სასწრაფოდ დაირღვეს ეს სამკუთხედი. ნახოთ მაინც ორაკული რას გვეტყვის რჩევას ამ ყველაფრის გარშემო. მოგზაურობა გემი, ჩემო კარგებო, ვიღაცისთვის შეიძლება პირდაპირ რჩევაც იყოს, რომ წადით სამოგზაუროდ, გაეცალეთ ამ ყველაფერს, მოგეცეთ დაფიქრების საშუალება, დამშვიდების საშუალება, რომ სხვა თვალით, სხვა კუთხიდან დაინახოთ ეს ყველაფერი და არის იმის მინიშნება და იმის მესიჯიც, რომ მოგზაურობა ეხლა იწყება, წინ მთელი ცხოვრება გაქვთ, მთელი გასავლელი გზა, ლამაზი, ბედნიერი წლები გელოდებათ და ეს რომ არ გაუშვათ ხელიდან, აირჩიეთ სწორი მხარე და მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება.
მისი ბრწყინვალება ლომი დღეს ძალიან ფიგურირებდა, რატომღაც მოდიოდა ლომი და შეიძლება რომელიღაცა თქვენგანია ლომი, ანის პიროვნება, ვინც ყავთ ჩაფიქრებული, შემოკარგებოდა. კარგად დაფიქრდით, რთულ ვითარებაში ხართ და უნდა აუცილებლად დასრულდეს ეს სამკუთხედი, რომ თქვენ ბედნიერება არ გაუშვათ ხელიდან. მე კიდროებით გემშვიდობებით, მომავალ შეხვედრამდე.